მოგესალმებით, ვაგრძელებთ საუბარს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტიდან გამომდინარე და დღეს ჩვენ გავეცნობით საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის მიმართულებებს. გვაქვს 4 მიმართულება და თითოეული მათგანი თანხმედრაშია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესაბამის სტანდარტებთან. მას ასე დავიწყოთ, პირველი მიმართულება უკავშირდება საჯარო სკოლის ფილოსოფიას. სკოლის ფილოსოფიის მიმართულებით დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის მისია და დანიშნულება საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში. იცოდეს, როგორ ჩამოაყალიბოს, განავითაროს და მართოს სწავლაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურა, რომელსაც გაიზიარებს და მხარს დაუჭერს სასკოლო საზოგადოება. ამ მიმართულებით დირექტორის ძალისხმევით სკოლის კონტექსტიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკოლისთვის საგანმანათლებლო მისიისა და ხედვის შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, რასაკვირველია მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისა და აღზრდის ხელშესაწყობად. ამასთან სკოლაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს სასკოლო კულტურას და შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სასკოლო საზოგადოების წევრები სკოლას უნდა აღიქვამდნენ უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სოციო-კულტურულ სივრცეს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკოლის სტრატეგიული მიზნების, მისიის, ხედვის, ღირებულებების ჩამოყალიბებაში სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა და სკოლის მისიის, ხედვის, სტრატეგიული მიზნებისა და ღირებულებების გაზიარება, რომელთა შესაბამისად სკოლაში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა თანაბარი აწვდომა ჰქონდეთ აკადემიური წარმატებისა და კეთილდღეობის მიმართულებით. ამასთან დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა სკოლის ეფექტიანად მართვის პროცესში და იცოდეს, როგორ გამოყოს პრიორიტეტები სტრატეგიული მიზნებისთვის და შექმნას ამ მიზნების რეალიზების ეფექტიანი მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით დირექტორის ძალისხმევით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკოლის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საზოგადოებისა და ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებსა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს. ამასთან, სკოლის ხედვისა და მისიის შესაბამისად შემუშავებული უნდა იყოს სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, რომელთა შეცვლა და გადასინჯვა უნდა ხორციელდებოდეს მონაცემებისა და მტკიცებულების მოგროვების და გამოყენების საფუძველზე, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სიახლეების გათვალისწინებით. ამავე მიმართულებით დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების ციკლური ბუნება. იცოდეს, როგორ განახორციელოს მონიტორინგი და შეფასება დაგეგმილი პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის. ამ მხრივ შემუშავებული უნდა იყოს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის შესაბამისად კი უნდა ხორციელდებოდეს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და შეფასება. მათ შორის სასკოლო საზოგადოებისა და სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების უკავშირების გათვალისწინებით. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგების საჯაროობა. ამასთან, სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები გამოყენებული იყოს დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის. მოდით, ახლა გადავიდეთ დირექტორის საქმიანობის შემდეგ მიმართულებაზე და ეს გახავთ სასკოლო კურიკულუმი. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასკოლო საზოგადოების როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში.
იცოდეს როგორ შექმნას ნაყოფიერი სივრცე კონსტრუქციული კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის, მოსწავლის აკადემიური წარმატებისა და პიროვნული ზრდის ხელშესაწყობად. აღნიშნულთან დაკავშირებით დირექტორი უნდა უზრუნველყოფდეს კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების იმგვარ მეთოდოლოგიას, რომელიც საფუძველს შექმნის გაზიარებული პასუხისმგებლობის, ინიციატივისა და თანამონაწილეობისათვის. სასკოლო სასწავლო გეგმაში, იგივე კურიკულუმში, ასახული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების ინტერესები, შეხედულებები, შესაძლებლობები და პრიორიტეტები. კურიკულუმი კი შემუშავებული და გაზიარებული იყოს სასკოლო საზოგადოების მიერ. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასკოლო კურიკულუმის არსი, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი სტანდარტების და მეთოდური ორიენტირების რეალიზების ორიგინალური გზა. იცოდეს, როგორ შექმნას პროდუქტიული გარემო მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის. ამ მხრივ, საგნობრივი კურიკულუმები უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივ სტანდარტებს და წარმოაჩენდეს მოსწავლის განვითარების გზას. პროგრამები უნდა მიემართებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გრძელვადიან მიზნებს. სასწავლო პროცესი უნდა იყოს დაგეგმილი დიფერენცირებული და ინკლუზიური მიდგომებით. უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება, მოსწავლეზე ორიენტირებული და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე ეფექტიანი სწავლება და შეფასება. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანთაშორისი კავშირები სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების, სწავლებისა და შეფასების პროცესში. სასკოლო კურიკულუმი უნდა ვითარდებოდეს წინარე გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით მოსწავლის დონეზე, მასწავლებლის დონეზე და სკოლის დონეზე. წარმოებდეს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების, ინფორმაციის, მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სწავლის კონსტრუქტივისტული ბუნება და იცოდეს, როგორ განავითაროს მოსწავლეზე ორიენტირებული აქტიური და შემოქმედებითი სასწავლო პროცესი. დირექტორი სკოლაში უნდა უზრუნველყოფდეს იმგვარ სასწავლო პროცესს, სადაც მოსწავლე აქტიურ შემოქმედებით პროცესში იქნება ჩართული. ახალი ცოდნის კონსტრუირება მოხდება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. სკოლა მოსწავლეს ჩამოაყალიბებს დამოუკიდებელ სწავლელად, სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება ცოდნის სამივე კატეგორიის შექმნა განვითარებაზე და სასწავლო პროცესში ასევე უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა ცოდნის ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება და აღნიშნული გაზიარებული იქნება სასკოლო საზოგადოების მიერ. მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოთ, რომ დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირების მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ განავითაროს მოსწავლის აკადემიური მიღწევის პროგრესი და პიროვნულ ზრდაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი. დირექტორისვე ძალისხმევით სკოლაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღნიშნული მიმართულებით იმგვარი სასწავლო პროცესი, სადაც საგნობრივი საკითხები ემსახურება საფეხურის შედეგების, სამიზნე ცნებების და მათი მკვიდრი წარმოდგენების დამუშავებას. გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე ჩამოყალიბდება შვალედური სასწავლო მიზნები კომპლექსური ბუნების დავალებების სახით. გააქტიურდება მოსწავლის შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარები. კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, შემოქმედებითობა, მოქალაქეობა, კოლაბორაცია, ნებელობა. სკოლა მოსწავლეს უნდა აქცევდეს გარემოსადმი და სოციუმისადმი პასუხისმგებლიან ადამიანად. საგნობრივი კონტექსტები უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პიროვნულ და ფსიქოსოციალურ განვითარებას. სასწავლო პროცესში განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ტიპები
უნდა მიემართებოდეს გრძელვადიან მიზნებსა და მეთოდურ ორიენტირებს. შეფასების სისტემა ორიენტირებული იყოს მოსწავლის ჰოლისტური განვითარების მხარდაჭერაზე, ამავდროულად ის უნდა იყოს ვალიდური, გამჭვირვალე, ზანდო, ობიექტური, სამართლიანი და ფუნქციონირებდეს შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ განავითაროს პოზიტიური სასწავლო კლიმატი კლასის და სკოლის დონეზე. ამ მიმართულებით, მისივე ძალისხმევით, სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი, მიმღებლობითი გარემო. სასწავლო პროცესის წარმართვა მოსწავლეზე ორიენტირებულად უნდა ხორციელდებოდეს. პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სკოლაში უნდა მუშაობდეს კონფლიქტების მართვისა და ძალადობის პრევენციის სისტემების შესაბამისი რეგულაციებით და პრაქტიკით. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მონიტორინგისა და შეფასების როგორც მიმდინარე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ გამოიყენოს ის პროცესებისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით. მისივე ძალისხმევით, მონიტორინგი და შეფასება უნდა ემსახურებოდეს სასკოლო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას და დახმარებას. შეფასება წარმოადგენდეს პრობლემის გადაჭრის ერთგვარ გზას, საშუალებას. გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე, დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ჰოლისტური შეფასების მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ უზრუნველყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზზე დაფუძნებული მონიტორინგი და შეფასება. მისივე ძალისხმევით, სასწავლო პროცესის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მრავალფეროვან წყაროებსა და მონაცემებს. შეფასება უნდა ხორციელდებოდეს მრავალი კონტექსტის გათვალისწინებით. გამოყენებული იყოს მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვანი მეთოდები და მონაცემთა დამუშავება და შეფასება უნდა წარიმართოს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. და ასევე დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის ციკლური ბუნება და იცოდეს, როგორ გაითვალისწინოს წინარე გამოცდილება კურიკულუმის გადამუშავებისთვის. მისივე ძალისხმევით, საგნობრივ კურიკულუმებში ასახული უნდა იყოს წლის მანძილზე დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილება. უზრუნველყოფილი იყოს კურიკულუმის რევიზირებული ვერსიის შემუშავება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. გათვალისწინებული იყოს დაგეგმვის პროცესში წინარე გამოცდილების ანალიზი და შექმნილი იყოს კურიკულუმის განვითარების და მხარდაჭერის სარეკომენდაციო საჭიროებათა პაკეტი. ეს გახლდათ სასკოლო კურიკულუმის კონტექსტში დირექტორის საქმიანობის მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი საკითხები. ახლა მოდით გადავიდეთ შემდეგ მიმართულებაზე დირექტორის საქმიანობისა და ეს გახლავთ სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის ორგანიზაციული მოწყობის მნიშვნელობა და ასახული მიზნების მიღწევისთვის და იცოდეს, როგორ შექმნას გაზიარებული პასუხისმგებლობისა და დელეგირებაზე დაფუძნებული სისტემა. მისივე ძალისხმევით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა თუ ცალკეული პირების პასუხისმგებლობები. უზრუნველყოფილი იყოს სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირება. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა სკოლის განვითარებისთვის და იცოდეს, როგორ წარმართოს საჭიროებებზე დაფუძნებული პერსონალის დაგეგმვის, შერჩევის და მართვის პროცესები. მისივე ძალისხმევით, პერსონალის მართვის პროცესი უნდა ხორციელდებოდეს მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. ხორციელდებოდეს საჭიროებებზე დაფუძნებული პერსონალის მართვის პრევენციული და ინტერვენციული პოლიტიკა.
ასევე პერსონალის დაგეგმვის და შერჩევის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც ხელს შეუწყობს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვას და დასაქმებას ობიექტურობის და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით. პერსონალის კვალიფიკაცია უნდა იყოს შესაბამისობაში დაკავებულ თანამდებობასთან, ამასთან პერსონალის მართვის პოლიტიკა და ორგანიზაციული კულტურა ეფუძნებოდეს მონაწილეობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს, უზრუნველყოფილი იყოს წარმატებული გამოცდილების, აღიარების და გაზიარების ეფექტიანი მექანიზმი. გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე, დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ადამიანური რესურსების განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის როლი და მნიშვნელობა სწავლების პროცესში და იცოდეს, როგორ დაანერგოს პერსონალის შეფასებისა და განვითარების მხარდამჭერი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება მიღწევებსა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. მისი ძალისხმევით, სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, სასკოლო საზოგადოების წევრების ცოდნის, უნარების, კომპეტენციების და შესაძლებლობების მუდმივი ზრდით. შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს ადამიანური რესურსების სტრატეგიულად და ოპტიმალურად მართვა, რათა სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. უზრუნველყოს პერსონალის განვითარების მხარდაჭერა გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. სკოლის ბაზაზევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებზე დაფუძნებული ინტერვენციული პოლიტიკა, ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია სამუშაო გარემოსთან და წახალისებული იყოს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები, ბუნებრივია უზრუნველყოფილი იყოს წარმატებული გამოცდილების აღიარებისა და გაზიარების ეფექტიანი მექანიზმი. გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება სკოლის მიერ გაცხადებული მისიისა და მიზნების შესაბამისად. ამ მხრივ მისივე ძალისხმევით იდენტიფიცირებული და აღწერილი უნდა იყოს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი და დამხმარე პროცესები, საგანმანათლებლო პროცესის მართვის პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან და სკოლის მისიასთან. უზრუნველყოფილი იყოს საგანმანათლებლო პროცესის მართვის პოლიტიკის საჯარო ხელმისაწვდომობა, ასევე საგანმანათლებლო პროცესი განხორციელდეს პოლიტიკის დოკუმენტით წინასწარ განსაზღვრული პროცესების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს საგანმანათლებლო მომსახურების და მასთან დაკავშირებული სერვისების მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის არსებობა, პერსონალის და მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმები, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების, მათი კანონიერი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების, ასევე საჩივრების განხილვის ეფექტური სისტემის არსებობა სკოლაში. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასკოლო საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებული სკოლის მართვის პოლიტიკის მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის თანამონაწილეობითი მართვა. მისივე ძალისხმევით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების, ცვლილებებსა და განხორციელებაზე ინფორმირების, უკავშირის მიღების და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმების არსებობა სასკოლო საზოგადოებისთვის. ამასთან, სასკოლო საზოგადოების წევრების სასკოლო ცხოვრებაში და სკოლის მართვის კოლეგიალურ ორგანოებში აქტიური ჩართულობა. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს
ფიზიკური და ფსიქოემოციური თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოს როლი და მნიშვნელობა სასწავლო პროცესში და იცოდეს როგორ უზრუნველყოს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება. მისივე ძალისხმევით სკოლაში დაცული უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი. სკოლის ტერიტორიაზე დაცული იყოს ფიზიკური უსაფრთხოება. მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლას უნდა გააჩნდეს სკოლის შინაგანი წესით გათვალისწინებული წესები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება სკოლის სპეციფიკასა და მოქმედ კანონმდებლობასთან. უზრუნველყოფილი იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, პერსონალური მონაცემები, ინფორმაციული უსაფრთხოება. უზრუნველყოფილი იყოს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდული შეფასება და შეფასების შედეგები გამოყენებული იყოს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის მატერიალური რესურსისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა დაწესებულების მისიეთ განსაზღვრული მექანიზმების მისაღწევად და იცოდეს როგორ დაგეგმოს და განახორციელოს მათი მართვის პოლიტიკა. მისივე ძალისხმევით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი. დანერგილი იყოს სკოლის ოპერირებისა და მოვლა პატრონობის ეფექტიანი პოლიტიკა. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი მუდმივად განახლების რეჟიმში იყოს და ამასთან ხელმისაწვდომი სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. შექმნილი იყოს ინკლუზიური სასწავლო გარემო, რასაკვირველია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სკოლა ჩამოყალიბებული უნდა იყოს სოციოკულტურულ სივრცედ და უზრუნველყოფილი იყოს მრავალარხოვანი საკომუნიკაციო სივრცე. შემდეგი პუნქტი გახლავთ ის, რომ დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სისტემური საქმის წარმოების მნიშვნელობა ორგანიზებული პროცესების წარმართვისთვის და იცოდეს როგორ უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისივე ძალისხმევით სკოლაში დანერგილი უნდა იყოს და პრაქტიკაში მუშაობდეს საქმის წარმოების ღია, მოქნილი და მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემა. ამასთან სკოლის მართვაში გამოყენებული იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ელექტრონული საქმის წარმოებისათვის. უზრუნველყოფილი იყოს სკოლის სრულყოფილი პროფილი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და საგანმანათლებლო საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ უწყებებთან თანამშრომლობა, ანგარიშგებისა და თანამშრომლობის ეფექტიანი პროტოკოლი. მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოთ, რომ დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან მიზანმიმართული ურთიერთობის მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ წარმართოს სტრატეგიული კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. მისივე ძალისხმევით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირება და ეფექტური კომუნიკაცია ოფიციალური ვებგვერდებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. სკოლას უნდა გააჩნდეს საკომუნიკაციო სტრატეგია და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე. ამასთან სკოლას შემუშავებული უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო სტრატეგიების შესაბამისი საკომუნიკაციო ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისთვის უზრუნველყოფილი იყოს სკოლის საქმიანობის, მათ შორის განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მხოლოდ სანდო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელება. საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში სხვადასხვა არხით მიღებული უკავშირი უნდა გამოიყენებოდეს სკოლის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დაწესებულების ფინანსური მდგრადობის მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ უზრუნველყოს სკოლის ფინანსური მართვა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. მისივე ძალისხმევით სკოლაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფინანსური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის არსებობა, რომლითაც რეალიზდება სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები. ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული სასკოლო საზოგადოების წევრების ინტერესები,
შეხედულებები, საჭიროებები და პრიორიტეტები. სკოლა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფისკალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის რესურსებით. სასკოლო სასწავლო გეგმის, იგივე კურიკულუმის განსახორციელებლად, სწავლებისა და შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად. ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფისკალური და ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის რესურსებით, მასწავლებელთა გასაძლიერებლად, საზოგადოებისა და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად. სკოლაში უნდა იყოს დანერგილი და პრაქტიკაში გამოიყენებოდეს ფინანსების მართვის, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალე სისტემა. ახლა კი გავეცნოთ საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის შემდეგ მეოთხე მიმართულებას, ეს გახლავთ მოსწავლეთა მხარდაჭერა და როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, გავიმეორებ და ვიტყვი, რომ თითოეული მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი და წონიანია. რიგითობა პირობითია. მას ასე მოსწავლეთა მხარდაჭერის მიმართულებით დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მნიშვნელობა. იცოდეს როგორ შექმნას გარანტიები მათ უზრუნველსაყოფად. მისივე ძალისხმევით სკოლის შიდა რეგულაციებით დაცული უნდა იყოს მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებები და გარანტიები. მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის სასკოლო რეგულაციების გამჭვირვალეობა და გაზიარება სასკოლო საზოგადოებაში ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შემდეგი პუნქტი ამ მიმართულების ფარგლებში გახლავთ ის, რომ დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ უზრუნველყოს ამ პროცესის ხელშემწყობი სისტემის ჩამოყალიბება. მისივე ძალისხმევით სკოლას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მოსწავლის ჩარიცხვისა და დაწყებით საბაზო საშუალო საფეხურების დაძლევის გამჭვირვალე და კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები. უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლის ჩარიცხვისა და საფეხურის დაძლევის მექანიზმების დაცვა. სკოლის მიერ განსაზღვრული მომსახურების სახეების, პირობების, პროგრამების და მათი სპეციფიკის მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების, სკოლის შიდა პოლიტიკის და მოსწავლის მხრიდან მოსალოდნელი ქცევის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ამასთან უზრუნველყოფილი იყოს პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, გამჭვირვალეობა, ხელმისაწვდომობა, განახლება და არადისკრიმინაციულობა. სწავლის დაწყების მომენტიდან ხელშეწყობილი უნდა იყოს მოსწავლეთა ადაპტაცია სასწავლო გარემოსთან. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის როლი მოსწავლის კარიერული დაგეგმვის პროცესში და იცოდეს, როგორ შექმნას პროფესიული ორიენტაციის მხარდამჭერი სისტემა. მისივე ძალისხმევით უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარიერული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა მოსწავლისათვის, ამასთან მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის განახლებული და საანდო ინფორმაციის მიწოდება, ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს კარიერული განვითარების კვლევის შედეგად მიღებული უკავშირი. დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მოსწავლეებისთვის საჭიროებებზე მორგებული დამატებითი მომსახურების მნიშვნელობა და იცოდეს, როგორ უზრუნველყოს მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მისივე ძალისხმევით სკოლის მიერ შეთავაზებული უნდა იყოს დამატებითი არასავალდებულო ხასიათის მომსახურება, შესაბამისი მარეგულირებლის მხრიდან საქმიანობის განხორციელების უფლების მიღების შემდეგ აღნიშნული უფლების საფუძველზე. სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი არასავალდებულო ხასიათის მომსახურება ნებაყოფლობითობის პრინციპით, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით და პირობებით უნდა ხორციელდებოდეს, რომელიც წინასწარ იქნება შეთანხმებული მართვის კოლეგიალურ ორგანოსთან და მომსახურების მიმღებთან და რასაკვირველია მოემსახურება მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ, პერსონალურ, კარიერულ ზრდას და განვითარებას. შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლების მოპოვების ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზოგადად არსებული ნორმების დაცვით და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მაშ ასე დღეს ჩვენ გავეცანით საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობის მიმართულებებს, ჩვენ შემდეგ ვებინარზე გავეცნობით საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებსა და სტრუქტურას. გისურვებთ წარმატებებს.